რა არის ბუნებრივი ლოგიკური დიეტა ადამიანისთვის და როგორც წლის ამა თუ იმ ჯგუფის ფენოტიპს და ფიზიონომიას მაღალ ნახშირწყლოვანი საკვების მუდმივი მიღება. მაგალითად, სამხრეთ აზიური ფენოტიპი, სადაც მაღალ ნახშირწყლოვანი დიეტაა. ძირითადი საკვები ხილბოსნეული და მარცვლეულია, სხვადასხვა რელიგიური და სოციალური ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე. რის გამოც მაგალითად ინდოეთის მოსახლეობის უმეტესობა სკინი ფეტის აღნაგობის არის. ანუ, როდესაც სუსტ სხეულზე ცხიმი გაცილებით მეტი არის ვიდრე კუნთოვანი მასა. არის სრულიად საპირისპირო ევროპული ფენოტიპი, კონკრეტულად კი სკანდინავიური, სადაც უპირატესობა ცხოველური ცილის შემცველობის პროდუქტს ეთმობოდა. შესაბამისად, ფიზიკური სხვაობა შესამჩნევია. სხეულზე კუნთოვანი მასა და ცხიმი პროპორციულად არის გადანაწილებული. სიმაღლეზე და სახის სტრუქტურაზე საუბარიც არ არის საჭირო. ცხოველური ცილა მცენარეულზე უფრო მაღალხარისხიანია თავისი სრული ამინომჟავების კომპლექსით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე არასოდეს არ მოუღია მსგავსი რაოდენობის ნახშირწყალი, როგორც ამას დღეს აკეთებს. და რას იწვევს ეს? დიაბეტზე, ღვიძლის კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე, ინსულინ რეზისტენტობაზე და სხვადასხვა დენტალურ თუ მენტალურ პრობლემებზე აღარაფერს აღარ ვამბობ. პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ თუ როდის და რატომ დაიწყო ადამიანმა მაღალ ნახშირწყლოვანი დიეტა. ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო რამ ხდება დაახლოებით 10,000 წლის წინ, როდესაც დასრულდა პალეოლითი, ანუ მონადირე შემგროვებელის ეპოქა. რა დროსაც ადამიანის ძირითადი საკვები იყო ცხოველური ცილა და ცხიმი. ნახშირწყლების შევსება ხდებოდა ველური ხილით და ზოგჯერ ბოსტნეულით. მაგრამ ტომში ხალხთა რიცხვის გაზრდის გამო საკმარისი ხორცი აღარ იყო, ამიტომ სხვა ალტერნატივის ზებნა დაიწყო ადამიანმა, რომელიც უფრო მეტ პირს გამოკვებავდა. ესე იგი დაიწყო ნეოლითური რევოლუცია, ანუ მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მიმთვისებლურიდან მწარმოებელ მეურნეობაზე გადადის ადამიანი. დაფუძნდა ერთ ადგილზე და შეიქმნა მჭიდრო დასახლებები შინაურ ცხოველებთან ერთად, რამაც ახალი აქამდე უცნობი ავადმყოფობები გააჩინა. და რაც ცვლილება შემოიტანა აგროკულტურამ. შედარებისთვის, გვიანი პალეოლითის მონადირი მამაკაცის საშუალო სიმაღლე 175-180 სანტიმეტრი იყო. ქალის 160-166. ნეოლითური რევოლუციის, ანუ აგროკულტურის შემოსვლის შემდეგ მამაკაცის საშუალო სიმაღლე გახდა 165-150 სანტიმეტრი. ქალის კი 153-158. შეიცვალა სახის სტრუქტურა, განიერი ყბა ზომაში დაპატარავდა. ასევე ძვლებმა დაკარგა სიმკვრივე. რამ განაპირობა ეს ცვლილება? დიეტაში ცხოველური ცილა უკანა პლანზე გადავიდა და ძირითადი საკვები ნახშირწყლოვანი პროდუქტი გახდა, მარცვლეული, ბოსტნეული. ასევე მენიუში არსებული საკვები საკმაოდ რბილი იყო, რამაც ყბების მოდუნება გამოიწვია. ხორცი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ნაკლებად, რადგან შინაური ცხოველის დაკვლა ალოგიკური გახდა, როდესაც რძის და ყველის წარმოება შეიძლებოდა. დღიურ კალორიულ საჭიროებას ნახშირწყლები ავსებდა, რამაც ასევე წონის მატება გამოიწვია. რადგან მიღებული ენერგია დღიურ აქტივობას მკვეთრად აღემატებოდა. პალეოლითურ ცხოვრების სტილზე და დიეტაზე ადამიანი ჭარბწონიანი ვერ ხდება, მაგრამ ნეოლითურმა რევოლუციამ ეს გადაწერა. მარცვლეული პური და მსგავსი მაღალ ნახშირწყლოვანი საკვები შიმშილის და სიღარიბის დროს გახდა აქტუალური. გლეხების და მონების დიეტა შვრიისგან და მსგავსი მარცვლეულებისგან შედგებოდა, რადგან მაღალი ნახშირწყალი უდრის მაღალ ენერგიას. მონებს კი მძიმე ფიზიკური შრომისთვის უამრავი ენერგია სჭირდებოდათ. ხორბალი და მარცვლეული გაცილებით იაფია ვიდრე ცხოველური პროდუქტი. ანუ პატრონი მონაში დაბალ ინვესტიციას დებდა მაქსიმალური სარგებელი სამოსაღებად. დიდგვაროვნების სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველების და ფრინველების ორგანოებს და ხორცს მიირთმევდნენ. კლასობრივი განსხვავება დიეტაზე ისახებოდა, რაც შემდეგ თაობების გენეტიკას და ფიზიონომიას შესაბამისად აყალიბებდა, რასაც თანამედროვე მაგალითების გარდა არქეოლოგიური გათხრებით ადასტურებს. დღესდღეობით ხილბოსტნეული, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ადამიანის კულტივირებული, გენმოდიფიცირებული, მოშინაურებული, თავის ორიგინალურ ფორმას დაკარგული პროდუქტი. და უმეტესობა ხილბოსტნეულის იმპორტი ევროპაში დაახლოებით მე-11-12 საუკუნეში დაიწყო, მანამდე უბრალოდ არ იყო ხელმისაწვდომი. პირველი, ბოსტნეული ბუნებაში ცხარე და ტოქსიკურია და ადამიანი მას საკვებად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებს, მაღალი რისკია მოწამვლის. თანამედროვე გენმოდიფიცირებულ ბოსტნეულს სიცხარე და ტოქსიკურობა მკვეთრად აქვს შემცირებული და მიღებაც მარტივი ხდება. მეორე, ხილი. ბუნებაში ველური ხილი ნაკლებად კბილია და ნაყოფიც მცირე რაოდენობის აქვს. თანამედროვე გენმოდიფიცირებულ ხილს ნაკლები თესლი და მეტი ნაყოფი აქვს, მაგალითად საზამთრო ბანანი. ორივე მათგანის ველური ვარიანტი ბუნებაში ნაკლებ ნაყოფს შეიცავს. დღევანდელ ხილში შაქრის დონე დაახლოებით გასამაგებულია. ეცადეთ მიირთვათ ხარისხიანი საკვები. კუჭი მეორე ტვინია და რა ენერგიასაც მივაწვით მას, შესაბამის ჰორმონალურ და მენტალურ მდგომარეობაში იქნება ჩვენი სხეული.